გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. Excel-ში ნახე მოკლე ვიდეო Reels-ებს რომ უწოდებენ და იქ შავ-თეთრ ფონზე ძალიან სერიოზული სახეები და განწირული მზერით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შარშან კამიტით, ანუ ქიმიური იარაღით, ეგრეთ წოდებული მოწამლულები და ნაღვლიანად ყვებოდნენ თუ როგორ ცუდად იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ რატომ იყვნენ ცუდად. ახლა კი მიხვდნენ. სულ ველოდებოდი რომ ბოლოს იმ ბუმბულ დაცლილ თუთიყუშსაც ალაპარაკებდნენ, მაგრამ ეტყობა თუთიყუშმა ამ კლოუნადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. არ ვიცი როდინდელი გაკეთებული ვიდეო, მაგრამ არც ისე ძველია. ალბათ როგორც კი ძლევამოსილმა BBC-მ მოიფიქრა რომ ქართული ოცნება მოწინააღმდეგის მიმართ ქიმიურ იარაღს იყენებდა, აი მაშინ გაიცა ბრძანება და მოწამლული მოხალისეებიც გამოჩნდნენ, შარშან მოწამლული მოხალისეები. ცუდია ეს ყველაფერი, მეგობრებო. არა, ცუდი ის კი არა, რომ ვითომ მითიური კამიტით მოწამლა ქართულმა ოცნებამ შეურაღებული და მშვიდობიანი დემონსტრანტები. არა, რასაკვირველია. ცუდი ისე, რომ ამ უნიჭო დადგმულ სპექტაკლში მოხალისეების გარკვეულმა რაოდენობამ მოისურვა მონაწილეობის მიღება და თავი გაიმასხარავა. მანამ სანამ თანხმობას მისცემდნენ ამ დადგმაში მონაწილეობაზე, წაეკითხათ მაინც რა არის ქიმიური იარაღი და რას ნიშნავს ქიმიური იარაღით მოწამვლა. და აი აქ გადავდივარ მთავარ აზრზე, რაც მე დღევანდელ გადაცემაში მინდა გავახმოვანო. ვითომ ასეთი გაუნათლებლები არიან, რომ არ იციან ქიმიური იარაღი რა არის? ადრე ვიტყოდი, რომ არა, ასეთი რამ შეუძლებელია. წარმოუდგენელია, რომ თანამედროვე ახალგაზრდა ჩემი თაობის ახალგაზრდაზე უცოდინარი ყოფილიყოს. და ეს მხოლოდ იმიტომაა შეუძლებელი, რომ დღევანდელ დღეს გაცილებით უფრო იოლია ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ეს ჩემი სტუდენტობის დროს იყო. სტუდენტი რომ ვიყავი, საჯარო ბიბლიოთეკაში დავდიოდი, რათა საკურსო გამოცდებისთვის შესაბამისი მასალა მომენახა. ახლა იგივე მასალას კლავიატურაზე თითის ერთი დაწკაპუნებით ვიღებ და ეს არავისთვისაა გასაკვირი. კონკრეტულად ქიმიურ იარაღს რაც შეეხება, ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ ანრი ბარბიუსის, რიჩარდ ოლდინგტონის, ერიხ მარია რემარკის რომანებიდან მახსოვდა თუ რა საშინელებაა და რაც თავარია რა შედეგები მოყვებოდა ქიმიური იარაღის გამოყენებას. თესგებიცებით რომ იმ წლებში ასეთი დეზინფორმაცია, როგორითაც დღეს ყვებავენ ახალგაზრდებს, ჩვენი თაობის ახალგაზრდებთან არ გაჭრიდა. ახლა კი ჭრის, ხომ არ იტყუებიან, რომ სჯერათ ქიმიური იარაღის გამოყენებისა. მატყუარები ხომ არ არიან? რასაკვირველია, არ არიან მატყუარები. განა თანამედროვე ახალგაზრდა პროტესტანტი შეიძლება იყოს მატყუარა? არავითარ შემთხვევაში. იქ რუსთაველზე შეკრებილი ყველა გულწრფელია და ყველას გულწრფელად სჯერა, რომ ერთი წლის წინ მოწამლეს ქიმიური იარაღით. მეგობრებო, ის რომ გაჯეტები ასე თუ ისე გონებრივ შესაძლებლობაზე ცუდად მოქმედებენ, ჩემი აზრით შეესაბამება სინამდვილეს. აბა სხვანაირად გამორიცხულია, რომ მოაზროვნე და მოფიქრალმა ადამიანმა მართლა დაიჯეროს ის ბოდვა, რითაც მას სხვადასხვა აკერმანები და ახლა უკვე ბლაჟევიჩები ყვებავენ. მეცაც გეტყვით, ეს პრობლემა არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს მთელ ევროპაშია ასე, რომ თანამედროვე თაობა უფრო, როგორ თქვა ეს რბილად, უფრო ზერელია, დიახ, უფრო ზერელე და უფრო გულუბრყვილოა. მე მქონდა კონტაქტი ერთ-ერთ ახალგაზრდასთან, რომელიც დიდი ხანი საფრანგეთში ცხოვრობდა, იქაურ ახალგაზრდებთან ურთიერთობდა, მეგობრობდა, დროს ატარებდა. ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ, მეუბნებოდა ჩემი ნაცნობი. ოღონდ მათი ინტერესები ნამეტნავად შეზღუდული იყო. კინო, თეატრი, მუსიკა მათ ინტერესთა სფეროში ძალიან ფრაგმენტულად შემოდიოდა. ლიტერატურაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. წიგნებს თუ კითხულობდნენო, ეს სამოტივაციო და ფსევდოფსიქოლოგიური წიგნები იყო. მაგალითად, როგორ გავხდე მილიონერი ერთ საათში, ან როგორ დავიპყრო სამყარო, ან როგორ ვმართო აგრო ჰოლდინგი და ასე შემდეგ.
და პარასკევობით მოუთმენლად ელოდებოდნენ სატელევიზიო შოუს, მაგალითად ბრმა პაემანი, ან ამოირჩიე პარტნიორი, ან სიყვარული ერთი კოცნით, რაღაც ამ დაგვარს. მე რომ გითხო, ეს ცუდი სურათია. რასაკვირველია, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უცხოელი ახალგაზრდა ასეთი არა, მათ შორის ალბათ ისეთებიც არიან, ვინც ფილოსოფოს ბარუხ სპინოზასა და მოცეკვავე ლეონ სპინოზას ერთმანეთისგან ანსხვავებს, მაგრამ ასეთები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ვთქვათ ჩვენ ახალგაზრდობაში იყო. ამიტომაც ეტყობა დღევანდელი ახალგაზრდა თაობა უფრო მართვადი და უფრო დამყოლი და უფრო გულუბრყვილოა. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია ან კარგია, არა, ღმერთმა დამეფაროს, მაგრამ გულუბრყვილობა არც თუ ისე სასარგებლო რამაა და ამიტომაც, როდესაც დღეს გამოდის შავ-თეთრ ფონზე ვინმე ახალგაზრდა და ნაღვლიანად ამბობს, რომ ის შარშან ქიმიური იარაღით მოწამლეს და ამის შედეგი კუჭის აშლილობის სახით აქვს დღეს, თუ კი მას მართლა სჯერა, ამის ცოდოა. და თუ კი ის ამ სიცრუის გავრცელებაში ფულს იღებს, მაშინ ის ნაძირალაა. რა ჯობია იყოს, ცოდო თუ ნაძირალა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.